ახსენდა კიდე გარდა იოგისა და ამ შემდეგ მთელი ამდენი წელი 15 წელი საქართველოს ბანკში მუშაობდი, მაგის მერე კიდე უამრავი ტრენინგი და ამ შემდეგ ჩამიტარებია მოლაპარაკების წარმოების თემაზე, იმიტომ რომ მთელი ჩემი ბოლო წლების მუშაობა ბანკში იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკების წარმოება და აი მოლაპარაკებებში იქ ერთ-ერთი თემა არის დარწმუნება, მაგრამ ნახე, აი ამ ბოლო პერიოდში რაც მივხვდი, რომ პრინციპში დარწმუნება ცუდი ტაქტიკაა რა, დარწმუნება კი არ უნდა ეცადო, დარწმუნების მაგივრად უნდა ეცადო, რომ უბრალოდ გაიგო იმ მეორე ადამიანის ფიქრები. რანაირად ფიქრობს ის და რატო ფიქრობს ის. თუ რაღაცაზე ვერ თანხმდებით, აი რა არის ის, რაზეც ვერ თანხმდებით? რა არის რითიც ეშინია სავარაუდოდ და ამიტომ არ გეთანხმება ან ასე შემდეგ და მთელი ამბავი. რა ხდება? როდესაც ადამიანებს ყოველთვის ესე არის ხოლმე, რომ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ უსაფრთხო ადგილი, რომ ეს თავისი ემოციები მართლა გულახდილად გამოხატონ და შევიდნენ. მაგრამ ეს უსაფრთხო ადგილი გვაქვს, რომ გააქვთ რო ნაპოვნი?